გთხოვთ ბატონო ლევან თქვენ შემდეგ უკვე დაანონსდა ამ ვიდეოს რო წერთ ახლა უკვე დაანონსდა მე-17 სერია ოქტომბრის კი ბატონო მაგრამ ჯერ გაყიდვაში არ არის კი ბატონო ანუ ამ მომენტისთვის ბოლო ოქტომბერს ვსინჯავთ ახლა მესამე ანუ ოქტომბრი 1 2 3 4 ხო 4-ნაირი თავბა 16 სერია 3 ხო სერია 3 ყველაზე მოთხოვნადი ყველაზე ძვირიანი და როგორც ვთქვი ყველაზე გემრიელი სერია ნომერი ამ ოქტომბერებს შორის არის მესამე სერია იმიტომ რომ როგორც წესი სხვადასხვა კასრების ვარიაციაა ხოლმე და კასრების ვარიაციაც არის ხოლმე პირველ და მეორე შედარებით და რაც მთავარია პირველსა და მეორეს აქვს ხოლმე ზოგადად სკოტიში ბარლი გამოყენებული ანუ კერი ზოგადად შოტლანდიის მასშტაბით ტერიტორიაზე ხოლო მესამე სერიას ყოველთვის ხოლმე ლოკალური ბარლი ანუ აილა ბარლი აქვს ხოლმე გამოყენებული დიდი ხნის განმავლობაში ვიღაც კონკრეტული პიროვნება ჰყავდათ იმის ფერმისგან იღებდნენ ხოლმე ეხლა ამ ბოთლზე წერია რომ ოქტომბრის ფარმიო ანუ ოქტომბრის თავის ფერმა აქვს და პლუს რა ჩერჩ საიტ რაღაცა ეკლესიის ეზოში აქვს ოქტომბრის ფერმა როგორც სხვათა შორის არაერთხელ ნახე კომენტარი სხვებისგან დაწერილი რომ ლოკალური ბარლი მესამე სერიას ზედმეტად აძვირებს და ყოველთვის მირჩევნია პირველი და მეორე ეს ამბობი. ფასი ხარისხის შეფარდება იგულისხმება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა აძვირებს, იმიტომ რომ სადღაც თუ 150 ევრო ღირდა ხოლმე პირველი ან მეორე, ეს 200 წდებოდა ხოლმე რა, ანუ ლოკალური ბარლის ფასი მართლა მაღლა ადის, მაგრამ თუმცა წარმოებლები განსაკუთრებით ბრუხვადიში ძალიან უყვართ იმის კერის ხარისხზე ყურადღების მიქცევა და ყოველთვის ამბობენ რომ აი ლოკალურ კერს აქვს რაღაც განსაკუთრებული რომელიც აუცილებლად იგრძნობა და ამის გამო ნუ ზვირის უნდა ღირდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი ნახოთ ახლა. ეხლა კასრები აქაც არებულია კასრები. კასრებს რაც შეეხება, ნუ ჯერ 5 წლიანია როგორც ყოველთვის ოქტომბრი. კასრი არის 3 ცალი, პირველი არის ბურბონი, შემდეგი პედრო ხიმენესი და სოტერნე. სოტერნე და პედრო ხიმენესი ერთადარეული არც გამიგიას არსად და საერთოდ სოტერნე და შერი მახსოვს რა ვიცი ბურბონის მერია ხოლმე როგორც ეს ბურბონის მერი სოტერნე გამიგია მარტო სოტერნეც გამიგია სოტერნე ისეთია რომ თუ კარგი სოტერნე საერთოდ აღარ ითხოვს მე თუ მკითხო ძალიან მიყვარს მაგრამ იშვიათად რომ აი მართლა სოტერნეზე გავლენა იგრძნობოდეს ისე კარგად რომ მეტი არაფერი აღარ იყოს შერეული და კერის ჯიში არის კონცერტო ალბათ ბევრს გაინტერესებთ და ეს ოქტომბრის 16-მე არ არის უბრალოდ heavily pitted, როგორც აწერია ხოლმე, ეს არის super heavily pitted. რატოაც 200-ზევით არ არის, ამათ 200-ზევითაც გქონიათ როგორც 199.5, ანუ ppm-ების აწერ როგორც წილადებით დაიწყეს. გრადუსებივით. 61.6 გრადუსი, ძალიან მაღალი გრადუსია. კი ბატონო. და ნახოთ რა იქნება. შევხედოთ, გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ და ფერზე არის. რადგანაც ძალიან ღია როგორც არის ხოლმე რა, საერთოდ. სად არის პედრო ხიმენესი და კიდევ იყო? სოტერნე კი არა, მაინდა-მაინც არ უმატებს თეთრია პრინციპში ხო. ხო რაღაცა იქნა ამ პედრო ხიმენესი, რა ვიცი. აბა, რა დამეწვეთა. ვაიმე, რა სუნი ამის. ვა. ხო, 210 ევრო ღირს ხალხია ფერარი. 210-დან 220-მდე დაახლოებით ესე მერკე. ხო, ზოგადად ოქტომბრის ფასი ყოველი გამოშვების შემდეგ უფრო და უფრო იწევს, დაიწყეს სადღაც. და უფრო და უფრო მიყვარდება ის აილას ტაქსისტი. ხო. რომელმაც ლევანს უთხრა, რომ 5 წგანი ვისკი თუ მინდა, აგერ 9 ბოთლი ვიბისტი მომდის მაგის პასატო. ზუსტად კილომეტრი ნახევარში. ნუ old school-ი ყოეთყობა ხო ის მაინც ვისკის ასაკი. ნუ პრინციპში როგორ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვიღაცები გვიმტკიცებენ, რომ ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვისკის ასაკს და ჯობია სხვა. ხდება ეგრეც კი. ხანდახან გვითქვამს, რომ 5 წლიანმა ვისკიმ აჯობა 20 წლიანი ვისკი. როგორ არ ხდება? მაგრამ ეხა ასაკსაც აქვს მნიშვნელობა და მთას ესე ხელწამოსაკრავი არ არის და ის ტაქსისტი იყო ჯიგარი ეგეთი რა და 5 წლიანია ოქტომბერიო და მაგის ფასად მომდის 9 ბოთლი ვიბისტიო და კარგი რა და თავი არ მინდა. 5 წლიანი თუ მინდა ეგერ ბატონო. აი ნახოთ ამ ვა, კარგია, ის არის ციტრუსია ოხრად, ხო, ლიმონი და კერკი და ის. და პორტუგალის კერკი. ხო, აი ლიმონის, რა ქვია, გაზენი ლიმონათი რა, ჩვეულებრივი ბოთლი დაასხა და რომ ეგრევე ლიმონი მოდის კი. ზღვაც მოდის. ზღვის ის ორი კასრი სად არის? პიქსი და სად არის? ბურბონი არის? ხო. ცოტა წაუანილებს რაღაცა არის კი. აი ის ყველა კაცი ერთნაირია ხო არის ქალები რაღაცა ყველა ოქტომბერი ერთნაირია ხო არ ხდება ნელ-ნელა რა ვიცი მე ხო არის ანუ ხო ან მართლა ანუ ოქტომბერში შორის ეს გვერდ შეიძლება მეტი სხვაობა აღმოაჩინოთ მემაპატიეთ მაგრამ ანუ მეხსიერებით რაც გვახსოვს კარგი ოქტომბერები რაც მახსოვს აი მაინც რაღაცა ერთი კარგია ეს ცუდი კი არ არის კაცო თავის ხელწერა უნდა კონდეს მაგრამ ეხლა რო გვედოს აქ მაგალითად 13-3
8-3 ერთი მაინც მესამეებს ვიღებ და ყველა საწერია სხვა იმას შეიძლება მანზანილას კასრი ეწეროს იმას შეიძლება რაღაცის კასრი ბურბონის მერე ეწეროს ეს სხვაობა ხომ უნდა ვიგრძნო კარგად კაცო არა აი საინტერესო არის საერთოდ რა გამოვათ 17-3-ზე იმიტომ რომ 5 სხვადასხვა კასრია უკვე შერეული ანუ წელიწადში ყოველ წელს ვცვლიდნენ კასრს მე იცი რისი ეჭვი მაქვს კასრები რაც მეტი კასრია შერეული მით უფრო არის გათვლილი მაგაზე რომ რამე ეტყობოდეს ანუ მიქსი კეთდება იმიტომ რომ უბრალოდ გადაზავდეს რაღაცა არივარგა რაღაცა ივარგა ზედმეტად და ხო ანუ ერთმანეთი გაანეიტრალოს და ნახე თქვათ შენ გაქვს რაღაცა კასრი აი მანზალინა ფიქსი ოლოროსო და ის სუ ოქტომბერები გისხია რა და ბიჭო შეამოწმდეს მანზალინა მაგარი ქაქი გამოდგა რა 5 წელი ასე და ქაქია ცალკე ვერ გაყიდი ფიქსი არის ძალიან კაი მაგრამ ცალკე რო გაყიდო იმას რა უნდა ვყო მოდი რა გადაურია და საშუალო გამოვა რაღაც ეგეთებს ჩაიჭრა და მე მაინც ზურად ყიდი ხო რა მნიშვნელობა 5 კასრი და აწერე კი ბატონო ეხლა ბურხლადის ეგ მაინც აქვს რომ ღია არის ინფორმაცია მაქსიმალურად რა ეხლა ტყილა ვეღადავებით მართლა კარგი ვისკია ეხლა ესა უბრალოდ ვეღადავებით იმიტომ რომ ეხლა ფიქსი და სოტერნე ეგრე არ იგზნობა იმიტომ რომ მაგალ ძალიან ნელ-ნელა მე მგონი სოტერნე გამოჩნდა იმიტომ რომ ეს ლიმონი ჩემთვის გადავიდა გვერდზე და სიტყვა წამოვიდა სად არის კომშები არის კი არის ცოტა რაღაც სიტყვა წამოვიდა მაგრამ ეს PX-თან პედრო ხიმენესთან კავშირს საერთოდ აქვს და ალბათ სოტერნეა მაშინ ხო სოტერნეა ხო და თუმცა ხო აი რა სიტყვა რაღაცნაირი მშრალი სიტყვა არ ვიცი ხო რავი ბიჭო კარგია სუდი კი არა კარგია მაგრამ რო გითხრა კომპლექსური და ბერომეს გზნობო ვერა რა. აი მართლა ოქტომორია და კარგია. მორჩა. ხო. ცუდი არ არის. რაც თავარი ალკოჰოლი არის ინტეგრირებული, მოდი არ დავუკარგოთ. ბალანსი კარგია აბსოლუტურად. ტორფი წელიწადში 60 გრადუსი როგორ ჩასვეს? აი პროსტო ვერ ზანომედგანია, იმიტომ რომ ხანდახან 20 წლიანში არ არის ხოლმე ჩასული კასრის სიძლიერეზე, მაინც ამოვარდნილია ხოლმე. ტორფიც კარგად აქვს, რაშიც გულისხმობ იმას, რომ არ არის შემაწუხებელი. ანუ 199 თუ რაღაცა რო აწერია super heavily fitted რეალურად რა ვიცი ჩაოლებრივი რას შევადარო 10-იანი ლაფროიგის დონის კასრია არა ეგ ხო ჩვენ ვებჯერ გვითქვამს რომ რაღაც იზევით აზრი აღარა აქვს ხა გინ ანუ 38-ია თუ 138 დიდად ვეღარ გზნობს რა ადამიანი და იქ კიდე სხვა რაღაცები ემატება 38-იანი იმის გამო რომ უფრო მლაშია იმის გამო რომ უფრო რაღაცა სხვა კასრია დაძველებული უფრო შეიძლება მეტად ტორფიანი ბლაინდზე მოგეჩვენოს ვიდრე 138-იანი თქვა რომ ამაში მეტი ტორფიაო ესე თქვა რა ესე მოგეჩვენოს რა ძალიან კარგი სუნი აქვს მაგრამ არაფერი ახალი რა ამ ძალიან ჩვეულებრივად რაღაცა წაუვანილებს წავკომშებს და ლიმონია ოხრად ოქტომბერი არის ხარისხიანად და მართლა დასაფასებელი ძმაო რა ვქნა ხელები ამიწევია რომ 60 გრადუს თუ 61 თუ 63 ამდენიც არის 5 წელიწადში ბალანსში სვამენ აი აჰა მეტი რა გავაკეთო რა ავსინჩთ რა გიერია გემოზე კაია არა ხუზეს კაიო არა გემოზე სიტყვები წამოვიდა კარგად წამოვიდა სიტყვები მაგრამ ისი წამოვიდა აი გემოზე მე მგონი რაღაც ყვითელი ხილები წამოიღო ცოტა. ოღონდ ისეთი შეფუთულია ტორფში რომ უნდა მოასწრო ამ ხილების გაგება, სანამ ფინიში წამოვა, თორე ფინიშზე ბევრი პილპილი მოდის ძალიან. ხო, მაგრამ რო გადამიარა ამ პილპილმა, აი ეგ რაღაცა ყვითელი ხილი დამიტოვა ენაზე. 10 წლიანი ახალი არტბეგი კასრის სიძლიერის გახსოვს, არ იყო ზუსტად ეგეთი ფინიში. კი არა, ძალიან გახსოვს გემოზე როგორია. ძალიან გავდა. იმას უფრო მეტი სიტყვა მქონდა მე თუ მკითხავ. ხო. ხო, გემოზე კაია, ნუ გემოზე ისევ პედრო ხიმენეს საერთოდ ვერ პოულობ, თუმცა რაღაცა ჰინტ გაკვირით შეიძლება სადმე ვიღაცამ როიცი და იფიქრო რომ ალბათ ეს არის. სოტერნე უფრო გამოშვა ვიდრე ხილი ის უფრო იგზნობა რა. რაღაცა აი ძალიან თუ დავფიქრდები კომში და აი რაღაცა გარგარი მსხალი შეიძლება რაღაცა ეგეთი ოდნავ სადღაც ვიპო და არანაირად ლეღვი და აი კომში ახლა ვიგზენი კარგად. კომში არის სუნზეც ვიგზენი კომში. კაი ხნის მერე აი რამდენი წუთი ლიმონი კომში არის. ერთი 30 წამი ხო გავიდა რა. კაი ბალანსია მერე ბიჭო ძალიან. აი ახლა სუნთქვა რო დავიწყე, ღრმა სამოსუნთქვა რო დავიწყე, აი ეს კომში ვიგზენი რომ მოძრაობს ჰაერთან ერთად რა. ლიმონი და კომში არის ძალიან კარგი. პლუს რო ემატება სინგლაში ტორფი და ის ზღვის წყალმცენარეების რაღაცა ჩემთან რო ჭამეთ ამასთან სუშის კი არა და ბრინჯზე რო და მწვანე ისინი რა ქვია მაგას დამოვიწყე. seaweed ხო აი ხო მწვანე რა ბრინჯთან მასთან ხმარობენ ხოლმე. წყალმცენარეები რა. ხო აი ეგ მაგის დამარინადებული ვერსია სდევს ამას რა. სხვათა შორის პირველი კლუბის მერე ცხვირზე შეიცვალა მთლიანად. მართლა? გატყბა
ნუ პედრო ხიმენესი დავიკიდოთ, არ არის აქ პედრო ხიმენესი ტყუილ აწერია, მაგრამ ეს სოტერნე კარგად წამოვიდა რა, აი ეს მართლა ცხვირზეც გაჩნდა ეს მწიფე ყვითელი ხილი. ხო, არ გადაო, მაგრამ წამოვიდა, რა მაგარია. ეს ცოტა რა ქვია იმ ვაშლს ანტონოვკა? ხო, ყვითელი ეგ არის, ყველაზე მძიმე ტყბილი. ცოტა დაბერებული კანივით რო. ხო, მოჭმოჭნული კანივით. აი მაგ ჩამტკბარი როა, რომ გადათლი და შიგნით ცოტა ფაფასავით რო არის. აი მაგ ვაშლს მახსენებს ცხვირზე ახლა. კაი მიგნება დაარტყა, მართლა ძალიან კარგი იყო, კი ბატონო. ხო. აუ, შორიდან როგორ ისწმოდის, იცი, მე რომ მიყვარს ერთი ბოთლი რომ მაგ შენახული, ძველი, გლემორანჯის სოტერნეს რა ქვია, ნექტარდორი. ნექტარდორის ოღონდ ძველი ედიშენის, სადაც მართლა კამპოტი სოტერნე იყო. აი ის ჩამიწვეთა ვიღაცა მეხლა ამაში რა. აქ უფრო მაგრა იქნება. აქ უფრო მაგრა იქნება შენთან კი, მან კიდე ის არის. შენთან მეტი ისიც მოიგზავნა კი, მაგრამ ჩემთან უფრო ისინი მარილები და ისინი ზღვის წყალმცენარეები. ახლა ძალიან კარგია. ანუ ეს მეორე ნაწილი მიმოხილვის ჩათვალეთ რომ კიდევ უფრო მეტი დიდი რამბები მიუძღვენით, იმიტომ რომ კიდევ უფრო გამოკეთდა და კიდევ უფრო კარგი გახდა რა. ძალიან კარგი ვისკია. აუ, რა კაია. მეორე კლუბზე საერთოდ სხვა ვისკია. როგორი ტკბილია? საოცრად. არა ხარ შენ ძმაო მართალი რა ქვია ტაქსის სახელი არის. არა კარგია რა. ძალიან ძვირია, მაგრამ კარგია. 210 евро არ ვიცი რამდენად გიგირთ ეხლა. ცოტა დამამცირებლად დავიწყოთ, მაგრამ მართლა კარგია. სულ ეგრე ვარ ოქტომბერზე. სულ ეგრე ვარ, თავიდან ამზერით ვიწყებ ხოლმე და ამრეზით, უბრალოდ. და არის თქო ვიგონე და მე რო გავსინჯავ, მე ვამფრო ახ კარგია რა გავაკეთო, აი ვაღიარებ. კარგია. ძალიან კარგი ვისკია. ნუ უბრალოდ ხო ცოტა ჯიბეში უნდა გიჭყაოდეთ ფული თუ როგორ ამბობენ ხოლმე. და ეხლა წამოიღო მეორე კლუბის მერე ცხვირზე. დაგვანები თავი დავამთავროთ ეხლა ცხვირზე წამოიღო შებოლილი თევზი. იქნება კი. კარგია მოკლედ ეს ბოლოთაობა, თუ ვინმეს არ გამისინჯავთ და ოქტომბრის მოყვარულები ხართ, ერთი წამით არინანეთ. ერთ-ერთი საუკეთესო ოქტომბერია მე რაც გამისინჯავს რა. 7-3 მახსოვს იყო სასწაული პროსტა, რაღაც საოცრება იყო. მაგის მე რაღაც თაობები ჩავარდა დიდად არ მომეწონა. მეგონი მე-9 არ მოგვეწონა. მე-9 თუ მე-13 თუ აღარ მახსოვს რა. ეხლა დამავიწყდა იმდენი ყვა გასინჯული, ყველა თაობა არ გამისინჯავს, თავს ვერ დავდებ, რაღაცები ჩავაგდე, მაგრამ აი მე-7-დან და მე-16-მდე ერთი 5 თაობა გვაქვს გასინჯული რა მთლიანობაში და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო არის ეს, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ოქტომბერია მესამე სერიის მაინცით. რაღაცფეროვანი და რაღაცნაირია რა. სუყე. ეგ არის. კარგია, ნამდვილად კარგია. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. ოქტომბერით გაგიმარჯვოთ.